არის სამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის ხელმძღვანელი აჭარის მთავრობას თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო აკრიტიკებს. ლაშა ადამია ამბობს, რომ ხვალ აჭარის მთავრობისა და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ათკაციანი შემადგენლობით მაიამიში საკრუიზო გემების გამოფენაზე მიემგზავრებიან. ადამია ფიქრობს, რომ გამოფენაზე დელეგაცია შეხვედრებს როიალ კარიბიანის წარმომადგენლებთანაც გამართავს, სადაც მხარეები ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ. ადამიანის განცხადებით იმ ფონზე, როდესაც გასულ წელს კომპანიის წარმომადგენლები ბათუმში იმყოფებოდნენ და ხელისუფლება მათ შეხვედრაზე უარი დროის უქონლობის გამოუთხრა, დღეს მათი გამგზავრება აღნიშნულ გამოფენაზე ფულის არამიზნობრივად ხარჯვა და დელეგაცია მხოლოდ დასასვენებლად მიდის. რაც წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს აღნიშნულ განცხადებას, ადამია არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ დელეგაციის თითოეული წევრის სამივლინებო ხარჯი 5-დან 7,000 დოლარამდეა. აჭარის ხელისუფლება საკმაოდ ძვირადღირებულ მივლინებაში მიდის. და საქმიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასრულოთ, ეს არ არის საქმიანი მივლინება და ეს არის უბრალოდ გასართობი მივლინება და ხალხის ფული იხარჯება მხოლოდ და მხოლოდ გართობაში ერთი მიზეზის გამო. ეს არის საკრუიზო გემების კონფერენცია და როდესაც საკრუიზო ტურიზმზე საუბრობთ, ზოგადად აჭარის მთავრობამ 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვარი უთქვა საკრუიზო ტურიზმის განვითარებაზე. როიალ კარიბიანს ვარი უთქვა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და საქმიანობის განახლებაზე. ამიტომაც გვაქვს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის უბრალოდ რამდენიმე ადამიანის ახირება და დასასვენებლად წასვლა მაიამი ბიჭზე. მიემგზავრება აჭარიდან აჭარის დელეგაციიდან 2 წარმომადგენელი, მათ შორის ერთი მე. გამოფენა არის უმსხვილესი საკრუიზო გამოფენა, ნომერ პირველი შეიძლება ითქვას. უკვე დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა მსხვილ კომპანიებთან შეხვედრები, რითაც ჩვენ კიდევ უფრო მეტ საკრუიზო გემს მოვიზიდავთ რეგიონში. როიალ კარიბიანთან მიმდინარეობს ყოველდღიური მოლაპარაკება და იმედი მაქვს უკვე ამ წლის ბოლომდე გაფორმდება კონკრეტული ხელშეკრულება, რის მიხედვითაც დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. არანაირად 100,000 ლარი დაახლოებით ალბათ 10,000 ლარის ფარგლებში იქნება ის ხარჯი, რაც იქნება ამისთვის საჭირო.